ჩართულები არიან ლევან საფხოძე და ზაზა მარიამიძე. მოგესალმებით ლევან. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ ძვირფას მაყურებელს. დღევანდელი ჩვენი რუბრიკა დაეთმობა ინტერნეტ მარკეტინგს, როგორც ყოველთვის, ასევე ინტერნეტ ტექნოლოგიებს, ბიზნესის სისტემების განვითარებას და რა თქმა უნდა ბიზნეს ინსტრუმენტების გამოყენებას. დღეს ვისაუბრებთ ისეთ თემებზე, ნამდვილად რომელიც საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლებისთვის და განვიხილავთ ისეთ თემებს, როგორიც არის საიტის შექმნა, საიტის აწყობა, ასე ვთქვათ, და შემდეგ მისი რეალიზება. ძალიან კარგი თემა არის, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ძალიან საინტერესო იქნება და ჩვენ შევეცდებით დეტალურად გითხრათ და გაგასწროთ ინფორმაცია თუ როგორ იწყება, კეთდება საიტი, როგორ კეთდება ერთგვერდიანი საიტები, ანუ ლენდინგები და ცოტა განვაცხადოთ კონკრეტულად რას ნიშნავს ერთგვერდიანი საიტი, რას ნიშნავს ლენდინგები, ანუ ერთგვერდიანი საიტები და ამაზე ლევანისთან გადავაკეთოთ. მოახსენებთ თემა ყოველთვის რა ასე ვთქვათ, როგორ კეთდება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ისე დეტალურად ვერ მოხდება, რომ ყველაფერი ეს ჩვენ ამაზე უკვე დავაჩვენოთ ტელემაყურებელს, მაგრამ ზოგადად წარმოქმნა რო გქონდეთ და ასევე შემდგომში თუ შეიძლება ისაუბრე როლი ამ საიტების. კი ბატონო, მოგახსენებთ ეს მეტად საინტერესო თემატიკა ჩვენი საქმიანობის და ვიტყოდი, რომ საიტების მრავალფეროვნება არსებობს. ინტერნეტი, ასე ვთქვათ, მოცული აქვს თითქოს ინტერნეტის მოვალეობა არის ინფორმაციის ცუდობა საზოგადოების მხრიდან, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღოთ ინტერნეტის მეშვეობით. ინტერნეტი რა არის? თითქოს ინტერნეტში განთავსებულია საიტები, ანუ გვერდები, სადაც რა თქმა უნდა ინფორმაცია მოთავსებული არის. სხვადასხვა სახის საიტები, რომლის მეშვეობითაც ვახდენთ ნებისმიერი საქმიანობის წარმოებას, ეს იქნება სარეკლამო კომპანიის სარეკლამო წლომისთვის, ცნობადი რომ გახდეს ესა თუ ის კომპანია. ყველა კომპანიას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, საქმიანობის სფერო. აქედან გამომდინარე, უმეტესობა, ფაქტორად 90% იყენებს საიტებს. და აუცილებელია, ხო? აუცილებელია, რა თქმა უნდა. სანამ ინტერნეტი განვითარდებოდა, პატარა ისტორიულ რაკურსს გავაკეთებ, სანამ განვითარდებოდა ეს სფერო, აკეთებდნენ სხვადასხვა სახით რეკლამირებას, თავისი საქმიანობის, კომპანიების საქმიანობას, ეს იყო სხვადასხვა სარეკლამო საქმიანობა, ტელევიზიის მეშვეობით, ჟურნალისტიკის გაკეთება. ეს იყო ცოცხალი რეკლამები და არის კიდევ დღესდღეობითაც არის რეკლამირება ტელევიზიის მეშვეობით, მაგრამ დღევანდელ დღეს მინდა ვთქვა, რომ უკვე საკმაოდ გახდა, ასე ვთქვათ, საკმაოდ მრავალფეროვანი გახდა, მასიური გახდა საიტების მეშვეობით რეკლამირება. ანუ ინტერნეტში დიახ. მინდა ვისაუბრო საიტების რამდენიმე კუთხით, ანუ შევეხების რამდენიმე სახის საიტს. ეს არის ჩვეულებრივი საიტები, რომელიც არის მრავალგვერდიანი საიტები, სადაც ხდება ინფორმაციის განთავსება სხვადასხვა გვერდების, ასე ვთქვათ, პეიჯების მეშვეობით. ვიდეოები, ვიდეო პორტალი, დევს ინფორმაცია და სხვადასხვა სახის, ანუ ვიდეო თუ ტექსტური ინფორმაცია დევს საიტებზე. დღეს მინდა ვისაუბრო ერთგვერდიან საიტებზე, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის და იმ ჩვენი საქმიანობის განვითარებისთვის, რასაც ინტერნეტ ბიზნესი ქვია და ინტერნეტ მარკეტინგი ქვია. ერთგვერდიან საიტებს მეორენაირად უწოდებენ ლენდინგებს. ანუ ლენდინგები, სადაც მოთავსებულია ჩვეულებრივად ინფორმაცია, მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია თავისი ხელმომწერი ფორმებით. რას ნიშნავს ახლა ერთგვერდიანი საიტი? როგორც აღნიშნეთ, ზეგან საიტი არის მრავალფუნქციური, მრავალგვერდიანი
და განსხვავებით ერთგვერდიანი საიტებისა, ადამიანი როდესაც შედის ამ ერთგვერდიან ლენდინგ საიტზე, ნახულობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ გვერდზე იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჭირდება მას, ჭირდება იმ კონკრეტულ საქმიანობას, რასაც ინტერნეტ ბიზნესი ქვია. ადამიანს, ანუ ვიზიტორს შეუძლია ჩვეულებრივ ვიზიტორი შევიდეს ერთგვერდიან საიტზე, ნახოს კონკრეტული ინფორმაცია, მოკლედ გაეცნოს ამას ყველაფერს და შემდეგ ინტერესის და მიხედვით, მისი ინტერესის მიხედვით მოახდინოს დარეგისტრირება საიტზე. ერთგვერდიან საიტს აქვს ორი უჯრა, ჩვეულებრივად, ეს არის ისის მომხმარებლის, სადაც იწერება მომხმარებლის სახელი და ელექტრონული პოსტა და აქედან ამის შემდეგ ხდება ესე იგი დარეგისტრირება ამ საიტზე. მომხმარებელი შემოდის ჩვენს საიტზე, ერთგვერდიან საიტზე, ახდენს ინფორმაციის გაცნობას და აწერს ხელს. ის ხდება ჩვენი ხელმომწერი, ასე ვთქვათ, და რეგისტრირდება ჩვენ ხელმომწერთა ბაზაში. ანუ რა განსხვავებაა, კიდევ ერთხელ დავიტყვი, რა განსხვავებაა ერთგვერდიანსა და მრავალგვერდიან საიტებს შორის. როდესაც ადამიანი შედის და მრავალგვერდიან საიტზე ის ნახულობს და ბევრ დროს ანდომებს სხვადასხვა გვერდებზე გადასვლას და სხვადასხვა ინფორმაციის, ანუ გარკვეულ დროს ანდომებს სხვადასხვა გვერდების გაცნობას და გარკვეული ინფორმაციის მიღებას. ასევე, როდესაც ნახულობს ის ამ ინფორმაციას, შესაძლებელია, რომ ადამიანი დაიღალოს ზედმეტი ინფორმაციით, იმიტომ რომ ელემენტარული ფსიქოლოგიური მომენტია, შესაძლებელია, რომ აღარ ისურვოს და მალევე დატოვოს საიტი და ვერ მიიღოს სრული ინფორმაცია მრავალგვერდიან საიტებიდან. განსხვავებით ერთგვერდიანი საიტებისგან, ლენდინგ საიტებისგან, სადაც ხდება მომენტალურად ინფორმაციის მიღება, დაინტერესება ერთგვერდიან საიტზე არსებულ რეკლამას ჩვეულებრივად კითხულობს ძალიან მოკლე დროის განმავლობაში და ახდენს ხელმოწერას. აქედან გამომდინარე, ყველა დღევანდელი უკვე ფაქტიურად ეს ბოლო წლების ყველაზე გავრცელებული ფორმა საიტების და ბიზნესის განვითარების ეს არის ერთგვერდიანი ლენდინგ საიტები. ასევე ვისაუბრებ და ვიტყვი, სანამ ბლოგერთან დაკავშირებით, ანუ მეტად მნიშვნელოვანია ბლოგერების საქმიანობა დღესდღეობით, იმიტომ რომ ინფორმაციის გავრცელების ყველაზე კარგი საშუალება არის ასევე ბლოგები. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ, მანამდე ზაზასთან გადავალ კითხვით, თუ რა, ესე იგი, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ლენდინგ საიტებს და რა არის ლენდინგ საიტები. ზაზა უკვე უფრო ფართოდ დავცლად ისაუბრებს ამ თემაზე. ადროფ ლევანი, ასე რომ დავიწყოთ. არსებობს საიტები, არსებობს ანუ მრავალგვერდიანი საიტები და არსებობს ერთგვერდიანი საიტები. ერთგვერდიანი საიტები კიდე იყოფა ორ სფეროდ, ორ სახეობად, ეს არის რომელიც ერთგვერდიანი საიტი, რომელიც აგროვებს ხელმომწერებს და მეორე არის გაყიდვადი საიტი. თუმცა გაყიდვად საიტზეც მოიშველიება და გამოიყენება ტექნოლოგია, რომელიც ისიც აგროვებს ხელმომწერებს, ამაზე კიდევ უფრო შემდეგ გადაცემებში კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, მაგრამ ეხლა ვისაუბრებთ და განვაცობთ ზოგადად რა მნიშვნელობა და რა დატვირთვა აქვს ამ ერთგვერდიან საიტებზე და საერთოდ რა განსხვავება არის მრავალგვერდიან საიტებსა და ერთგვერდიან საიტებს შორის. მრავალგვერდიან საიტებზე ამ ლევანი ამ თემაზე ისაუბრა და მე კიდევ დავამატებთ იმას, რომ როდესაც ადამიანი ეს არის ინტერნეტ ბიზნესი და ინტერნეტ მარკეტინგის ტექნოლოგიები გამოყენებული და აქ ჩადებულია და გათვალისწინებულია, რომელსაც ბევრი ადამიანი სამ სფეროში იცავს მუშაობას. მე წინა გადაცემებში ვისაუბრე, რომ სწავლობენ ფსიქოლოგიას, სწავლობენ ორატორობას და ბევრ კიდევ სხვა რამს. შეიძლება შეისწავლოს ადამიანმა, როდესაც დაინტერესებულია და მიყვება ამ სფეროს, რომ შეისწავლოს ინტერნეტ ბიზნესი, შექმნას თავისი ასე ვთქვათ ბიზნესი ინტერნეტში და განავითაროს და მიიღოს შემოსავალი. მრავალგვერდიან საიტებზე ადამიანები როდესაც გადადიან, ნახავს ერთ ინფორმაციას, შემდეგ გადავა მეორე გვერდზე, იგივე საიტზე ნახავს მეორე ინფორმაციას, შეიძლება კიდევ რაღაცა საინტერესო ნახოს და გადავიდეს კიდევ შემდეგ გვერდზე და ამით
შეიძლება დატოვოს საიტი და ანუ თავისი ინტერესიდან გამომდინარე ან ვერ ნახოს, ან რაღაც ვერ დაინტერესდა და ან დაინტერესა ამ საიტმა ასე თუ ის ნახვენ, რომელიც გადავიდა. და ამით უკვე ფაქტიურად დაიკარგა პოტენციალური კლიენტი ან პოტენციალური პარტნიორი. თუკი განვასხვავებთ ჩვენ ერთგვერდიან საიტებს რა დატვირთვა აქვს, ვიტყვი იმას, რომ როდესაც ერთგვერდიან საიტზე გადავა ნახველი, კონკრეტულად ხედავს იმ ერთ თემაზე კონკრეტულ საკითხს, თავისი ინტერესი ან თავისი პრობლემა როგორ გადაწყვეტს და ზუსტად აი ეს ამ პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით არის ინფორმაცია, თუმცა არ არის სრული ინფორმაცია და ნახველს აქვს მხოლოდ ორი ვარიანტი, ორი გზა, ან უნდა დატოვოს, ან უნდა მიყვეს საიტზე არსებული ინფორმაცია კიდევ რომ მიიღოს იმ საიტიდან, ანუ იმ საიტის მეშვეობით, ანუ ერთგვერდიანი საიტის მეშვეობით. და აქ კიდევ არის ფსიქოლოგიური მომენტი, რომელიც ეხმარება ადამიანებს მიიღოს ინფორმაცია სწრაფად და დროულად. იმიტომ რომ ადამიანები ისეთნაირად არიან მოწყობილები, რომ უყვართ მრავალ შემთხვევაში რომ გადადონ რაიმე შემდგომისთვის. ამიტომ საიტზე რაც ინფორმაცია რაც დევს, არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ან გადადოს, ან უნდა მიიღოს ის ინფორმაცია. და აქედან გამომდინარე, თვითონ თავადი მნახველსაც ეხმარება ზუსტად ის საიტი, რომ სწრაფად მიიღოს ინფორმაცია და ანუ იმოქმედოს. და ამიტომ გამოიყენება ზუსტად ეს ტექნოლოგია უცხოურ ქვეყნებში და ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ესე ვთქვათ ძალიან ეფექტური არის, რომელიც გამოიყენებენ უცხოეთში ინტერნეტ მარკეტოლოგები. ზუსტად იქიდან შემოვიდა ასეთი ტექნოლოგია დაინერგა, იმიტომ რომ ძალიან ეფექტურად მუშაობს გაყიდვების თვალსაზრისით და ბიზნესის აწყობის თვალსაზრისით. ამიტომ არის ზუსტად რომ როგორც ლევანი ვისაუბრა ერთგვერდიან საიტზე, რომელიც ხელმომწერებს აგროვებს, სადაც ადამიანს აძლევს ორი გზის მიმართულებას, რომ ან უნდა მიყვეს ამ საიტს, რაც არის მითითებული, ან უნდა დატოვოს. თუ არ გადავიდა და არ მიყვა იმ საიტს, რასაც ამ საიტზე არის ინფორმაცია და ის გაცემაც შესაძლებელი ამ საიტიდან მიიღოს ინფორმაცია, ზიანის შემთხვევაში შეიძლება მეორე შემთხვევაში, ანუ ცოტა სხვა დროს ვეღარ მიიღოს ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ უწოდომა შეიძლება აღარ გქონდეს ამა თუ იმ ნახველს, ვინც იმ საიტზე გადავა. ამიტომ სწრაფად უნდა გადაწყვეტოს, იმიტომ რომ წარმატებას აღწევენ ადამიანები, ვინც სწრაფად შეუძლიათ გადაწყვეტონ და იმოქმედონ. ასევე მეორე ერთგვერდიანი საიტები არის, რომელიც დატვირთვაც არის, ესე ვთქვათ, დაყიდვადი საიტებია, რომელიც იქ ცოტა უფრო ცლად არის ინფორმაცია და თუ შეგვიძლია მონიტორზე ჩვენ ვაჩვენებთ როგორი არის ვთქვათ ეს ერთგვერდიანი საიტები და მრავალგვერდიანი საიტები და ამას უბრალოდ მე გავაგრძელებ გაყიდვადი საიტებზე, სადაც უფრო მრავალი ინფორმაცია არის ამა თუ იმ პროდუქტთან დაკავშირებით ან რაიმე მომსახურებასთან დაკავშირებით და იქ შეიძლება გაიყიდოს ასე ვთქვათ ესა თუ ის პროდუქტი რაც იმ საიტზე მდევს. და რის საშუალებითაც კი ამ საიტის საშუალებით კონკრეტულად ხდება ამა თუ იმ ასე ვთქვათ პროდუქტის გაყიდვა, რომელიც გამოიყენება ძალიან ხშირად ინფოპროდუქტებშიც და სხვა პროდუქტების ანიერთების გაყიდვის შემთხვევაში, რომელიც უშუალოდ კონკრეტულად ამა თუ იმ ასე ვთქვათ პროდუქტზე არის საუბარი და ის მნახველებს ინფორმაციას კონკრეტულად და საიდანაც შეუძლიათ მნახველებმა მიიღონ ესა თუ ის პროდუქტი ან
ინფოპროდუქტი და ინფორმაცია უფრო კონკრეტულ თემატიკაზე. ლევან, რამის ხმარ დაამატებდი? მე ვიტყოდი გაყიდვად საიტებთან დაკავშირებით იმას, რომ გაყიდვადი საიტები ჩვეულებრივად მასზე იდება ასევე ვიდეოები, ანუ ის ვიდეოები, რომელიც საიტის მფლობელის ვიდეოების გაკვეთილების წინაშე შესავალი, რასაც არეკლამებს საიტის მფლობელი, ასევე ინფორმაცია უფრო ვრცლად, როგორც შენ განაცხადე ზაზა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კომენტარები, რომლის ბოლოსაც ბოლო ესე იგი გვერდებზე, ანუ ქვედა მხარეს მოთავსებულია კომენტარები. კომენტარებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ არსებითი მნიშვნელობა, რადგანაც როდესაც ადამიანები ნახულობენ ამ საიტს, ინტერესდებიან და ინტერესის შესაბამისად ახდენენ მასზე რეაგირებას და აკეთებენ კომენტარებს. მოწონთ საიტები, არ მოწონთ, არა მარტო საიტები, პროდუქცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს საიტი უფრო მრავალფუნქციურია და უფრო დიდია, ასე ვთქვათ, მოცულობით. საიდანაც ეს კომენტარები საშუალებას გვაძლევენ როგორც ჩვენ საიტის მფლობელებს, ასევე თავად ერთმანეთში განსაზღვრონ პროდუქტის საიტზე გასაყიდი პროდუქტის ხარისხიანობა. დაუშვათ თუ ვინმე იყიდის ამ პროდუქტს, შემდეგ ერთმანეთს გაუზია, რომ დაუშვათ რამდენად მოეწონათ ეს პროდუქცია, არ მოეწონათ. ეხლა მე დავამატებ პროდუქციაზე, როცა ვსაუბრობ, მე მინდა მაყურებელმა იცოდეს რა პროდუქციაა ეს. ხა შეიძლება ადამიანს ეგონოს, ზოგიერთ ადამიანს ეგონოს, რომ ჩვენ ვყიდით სიტყვაზე საიტის მეშვეობით რაიმე სამრეწველო დაუშვათ მოხმარების საგანს სიტყვაზე სურსათს და ასე შემდეგ. ყველაფრის გაყიდვა შესაძლებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ინტელექტის გაყიდვაზე გვაქვს. იყიდება ინტელექტი, ცოდნა იყიდება, ის გაკვეთილები იყიდება, ვიდეო გაკვეთილები, ის სასწავლო პროგრამები იყიდება, რომელიც სჭირდება ადამიანებს იმისთვის, რომ მეტი გამოცდილება, მეტი ცოდნა მიიღონ, იმისთვის, რომ ააწყონ საკუთარი ბიზნესი. სწორედ ეს პროდუქცია დევს ამ საიტებზე. ადამიანები, რომლებიც გამოცდილები არიან და უფრო მეტად განვითარებულები არიან ამ სფეროში, ცდილობენ გააკეთონ საკუთარი პროდუქტი, შექმნან საკუთარი პროდუქტი, ანუ შექმნან ლამაზად შეფუთონ და გაყიდონ. ანუ ეს არის ვიდეო გაკვეთილები, ისევ და ისევ გავიმეორებ, ის ცოდნა, ის გამოცდილება, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ და გაკვეთილის ტრენინგის ლექსიის სახით მოხდება ამის ჩანაწერების გაკეთება და შესაბამისად ამ ცოდნის და ინფორმაციის ლამაზად მიწოდება საზოგადოებისთვის და მყიდველისათვის. თუ შეიძლება მე ერთ თემას განვავრცობ საიტებთან დაკავშირებით, რადგანაც ჩვენ დღევანდელი რუბრიკა მდგომარეობს შეეხება საიტებს, მე მინდა ვისაუბრო პროფესიონალურ საიტებსა და ჩვეულებრივ ერთგვერდიან საიტებს შორის ასევე განვავრცო ეს თემა და ვთქვა, რომ როდესაც აკეთებენ საიტებს ამ გვერდებს, შესაბამისად რთულ საიტებს, დიდ საიტებს, მრავალგვერდიან საიტებს ჭირდება ძირითადად პროფესიონალური ცოდნა, ანუ პროფესიონალიზმი. რაც არის ის ჩვენმა საზოგადოების 90% ალბათ, იმიტომ რომ შეიძლება 20% იყოს, ვინც გამოცდილია და მეტად განათლებულია ამ კუთხით, რადგანაც სპეციალურად დიდი საიტის გაკეთებას, მრავალფუნქციური საიტის გაკეთებას ჭირდება შესაბამისი ცოდნა და პროფესიონალიზმი, სულ მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მაინც. იმისა, რომ ააწყოს საიტი. საიტი იწყება სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, ეს არის HTML კოდის, ვინც იცის იმისთვის მინდა ვთქვა, HTML კოდების გამოყენებით, ასევე PHP-ს გამოყენებით, ასევე ICQL-ის და სხვადასხვა პროგრამული ენის ცოდნით ხდება ამ საიტების გაკეთება. ასევე Dreamweaver-ია სპეციალური პროგრამა, რომელიც აწყობს, ეს უფრო მარტივია, ანუ არ ჭირდება პროგრამული ენის ცოდნა ამას, მაგრამ სწორედ ის, რასაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ეს არის ის მარტივი გზა, რომ ვასწავლოთ ჩვენს მომხმარებელს და ჩვენს მაყურებელს ვასწავლოთ, როგორ უნდა გაკეთდეს ძალიან მოკლე ხანში, თუნდაც ერთ დღეში, თუნდაც რამდენიმე საათში და წუთშიც კი, არის ეს მარტივი საშუალებები, თუ როგორ მარტივად შესაძლებელია გაკეთდეს ეს საიტები.
რადგანაც დიდი საიტების გაკეთება საჭიროებს პროგრამული ენის ცოდნას პირველ რიგში და საჭიროებს დიდ მეტნაკლებ გამოცდილებას და დროის რესურსებს მოითხოვს. შესაბამისად, ჩვენი ლენდინგ საიტები მოითხოვს მინიმალურ დანახარჯებს, მინიმალურ დროის გამოყენებით და მინიმალური ცოდნის გამოყენებით. რა თქმა უნდა, ცოდნა აუცილებელია ნებისმიერ სფეროში, როგორც პროფესიონალური საიტის შექმნისთვის, ასევე ლენდინგების გასაკეთებლად. ლენდინგების საიტის გაკეთების პროცესში ჩვენ დავზოგავთ ძალიან დიდ დროს და ამ დროის დაზოგვის ხარჯზე გავაკეთებთ პროფესიონალურ, ფაქტიურად პროფესიონალურ საიტებს ჩვენი კონსტრუქტორების მეშვეობით. ანუ ეს არის კონსტრუქტორი, ეს არის კონსტრუქტორი, რომლის მეშვეობითაც ხდება მოკლე ხანში ერთგვერდიანი საიტების დამზადება. სწორედ დავზოგავთ დროს ლენდინგების მეშვეობით და გვინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა სამომავლოდ სხვადასხვა, ანუ მომავალ გაკვეთილებში უკვე კონკრეტულად ვასწავლოთ მეტნაკლებად ვივაწოდოთ ინფორმაციად, როგორ კეთდება ერთგვერდიანი საიტები. ნამდვილად. ამით დავასრულეთ, თუმცა კიდე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ და ვერ განვაცეთ კონკრეტულად ისი თქმაც გვინდოდა თუ როგორ შეიძლება უფრო კიდე ადვილად გაკეთდეს, მაგრამ ზოგადად ჩვენ მოგახსენეთ, რომ ძალიან მოკლე დროში, თუნდაც ერთ წუთში შეუძლია არაპროფესიონალმა ძალიან მცირე დროში შეისწავლოს, თუნდაც ერთ დღეში შეისწავლოს და ერთ წუთში გააკეთოს ლენდინგი. ზუსტად იმ ტექნოლოგიების გამოყენებით. ამით დავასრულეთ ჩვენი გადაცემა მოთავდა ლევანს და ზაზას და შემდეგი გადაცემისთვის დაგულოდეთ, რასაც კიდევ განვაცდით ამ თემატიკას. დიდი მადლობა. ასევე ვიტყვი, რომ მომავალი ჩვენი გადაცემები უფრო მეტად საინტერესო იქნება. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ვისმენთ, ვიყურებთ და სამომავლოდ უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწოდებთ ჩვენი ბიზნეს შემოქმედების და საქმიანობის შესახებ. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.